შუადღეს შუადღევა იმ მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო, შუადღე მშვიდობისა ძვირფასო სტუმრებო, ჩვენო ისეთო სტუმრებო, რომელსაც წარდგენაც კი არ ჭირდება და ყველას ძალიან გვიყვარს გვენატრებით და ნაკარგია რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ და ამ მნიშვნელოვან დროს, როდესაც, რა ვიცი, ჩვენს რაღაცანაირად აღარ მღერით, აღარ ვერთობით ჩვენს ეთერში და არ თამაშობთ სპექტაკლებს. ხო, ეთერიდან დავიწყე, ნახე ვის რა აწუხებ შეხედე. არა, ვის რა აწუხებს, მე ყველაფერი ერთად მაწუხებს, რა თქმა უნდა, გვაწუხებს. აქვე მინდოდა მე თქვა გაუქმებულია კონცერტები, ივენთები, სპექტაკლები, კორპორატიული წვეულებები და ასე შემდეგ 31 დეკემბრის ბევრი ძალიან ისეთი საინტერესო და განსხვავებული წინასაახალწლო პერიოდი დაგვიდგა ზოგადად, თუმცა სანამ სტუმრებთან გადავლა პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას მობრძანებისთვის. მინდა მადლობით დავიწყო დღევანდელი ეთერი და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თეატრის მაყურებელს, რომ არა ისინი ნამდვილად ძალიან რთული იქნება და დღევანდელი ვითარება ძალიან გვერდში გვიდგანან და გუშინ ახალი თეატრის წინ მოვიდა თეატრის მაყურებელი არ ჩატარებულ სპექტაკლზე ყველა ბილეთი რა თქმა უნდა გაყიდული იყო და მოვიდნენ 7 საათზე როცა უნდა დაწყებული იყო სპექტაკლი აი კადრებს ხედავთ ახლა ეთერში და დააგვიკრეს ტაში მსახიობებს და რა თქმა უნდა პირველ რიგში ანდრო ჭიჭინაძეს ეძღვნებოდა ეს ტაში იმიტომ რომ გუშინდელ სპექტაკლში ანდროს უნდა ეთამაშა და გავაგონეთ ჩვენი ტაში მაყურებელთან ერთად ანდროს და არა მარტო ანდროს რა თქმა უნდა ანდრო ამ შემთხვევაში იყო მაგრამ არის ძალიან ბევრი ადამიანი ვინც უსამართლოდ ზის ახლა იმ ადგილას, სადაც ნამდვილად არ უნდა იყოს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან და სხვა დანარჩენებთან ერთად. აი ეს მინდოდა მე თქვა და ბოდიში თუ ცოტა გამიგრძელდა სიტყვა. არა, კარგი იყო, კარგი და რა ვიცი, დღეს უნდა ვისაუბროთ იმ თემაზე, აი საიდან დავიწყო მართლა წინა ეთერებში მაგას ვამბობდით რა, რომ უკვე სიტყვები აღარ მყოფნის იმდენად რაღაცნაირ ჭეშმარიტებებზე გვიწევს ლაპარაკი და რატო გვიწევს ამდენი ლაპარაკი არც ვიცი, თუმცა ხო, კარგია, გამეორება ცოდნის ზედაა და ჯობია რომ ვილაპარაკოთ და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრებები, აზრები და დღეს შევეხებით იმ თემას, რომ არ ტარდება არაფერი. ნედიკო. მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. მამული შენსგან ხო არ დავიწყოთ? მოგაწვდი მიკროფონი. ხო. მამული, ყველა კონცერტი არის გაუქმებული, ხო? კი, გაუქმებული. და თქვენი ერთადერთი შემოსავლის წყაროც ეგ არის რეალურად. მე ბატონო. უბრალოდ მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. ზოგადად ამ თემაზე ხა ძალიან მიმდის ლაპარაკი, როდესაც ესეთი სიტუაცია ქვეყანაში ამდენი პატიმარი ყავს, ამდენი ნაცემი ადამიანი ყავს და ხა კონკრეტულად შოუ ბიზნესზე და გადადებულ კონცერტებზე რაღაცა ვილაპარაკო, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო ერთმანეთია ყველაფერი, ხო? კი, მადლობა დაპატიჟებისთვის, ჩვენი პროფესია მაინც სიმღერა, მაინც ყველაზე დაუფასებლად ითვლება. მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ პროფესია მომღერალი ზოგადად რა, არ არის არც ბიუჯეტზე დამოკიდებული და არაფერზე, მთლიანად არის ადამიანების კეთილგანწყობებზე და როდესაც ხა ადამიანების კეთილგანწყობებზე რა საუბარია დღეს კონცერტის ჩატარებას, რა ვიცი. ესაც ვიცი როგორ ახლა კონკრეტულად ჩვენზე პირადად ესე რომ ვილაპარაკო, მაგას მნიშვნელობა აქვს, ვინ რამდენი კონცერტი გადადო, მე ბევრი გადავდე, ვიღაცამ ერთი გადადო, ვიღაცამ ორი გადადო. ყველასთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შემოსავლის წყარო არის ესა რა. აქ იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, მომღერალი რეიტინგული არ არის, კლუბში მუშაობს, არ მუშაობს, რესტორანში მუშაობს. მომღერალი არის ჩვეულებრივი პროფესია, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვისაც რა. ხო, აბა. ჩვენ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ გონივრული ვადაც, აი კონკრეტულად მომღერლისთვის არ არსებობს. აი ხა არ მინდა იმაზე ლაპარაკი, რომ ის მუშაობს, ყველაფერი მუშაობს. მაგაზე არ ვილაპარაკოთ რა, ხა ყველას თავისი ცხოვრება აქვს, თავისი ტემპი აქვს. ხა მე პურეს ვერ ეთქვი, რატო აცხობ? პურს ხა ამ სიტუაციაში ვერ მიხვალ ბანკების მუშაობენ ჩვეულებრივად. ნებისმიერი პროფესია ყველა მუშაობს, რა რეალურად მაგას ვიძახი, მაგრამ მე ისე არ მინდა გამომივიდეთ, რომ ეს რაღაცა მარტო ჩემზე არის. ძალიან ბევრი მომღერალი ადამიანი, ძალიან ბევრი მუსიკოსი ამ ქვეყანაზე, რომელიც კონკრეტულად აი ამ ახალ წლებსაც ელოდებოდა რა. აი ჩვენ წარმოიდგინეთ დეკემბრის დასაწყისიდან გადავდით ერთი კონცერტი, ორი კონცერტი, გამი კონცერტი. ახალ წლამდე ვიფიქრეთ, რომ რაღაცა მოხდებოდა, ჯერჯერობით
არაფერი არ ხდება, რა იმედი მაქვს. ყველა რა ვიცი, მაინც იმედიანად უნდა ვიყოთ განწყობილები. გაადავდეთ ყველა კონცერტი, მაგრამ მეორე პრობლემა რაც არის რა. მე ვიფიქროთ რაღაცა კონცერტი გადადე, მაგრამ რაღაცა კონცერტი აქცია დაანონსე, ხო? მე მგონი კონცერტი სურვილი არის, ხო? სურვილი და უყურეთ აქაც რა ხდება, რა პრობლემა რა არის რა. აპარატურა ჭირდება ყველაფერს. ჭირდება ლოკაცია, რომლებიც დღეს ყველაფერი გაჩერებულია. ელემენტარული რომ მიხვიდე და ის ლოკაცია ჩართო, იქ მუშა მოიყვანო, ვიღაცამ რაღაცა, ყველაფერს ჭირდება თანხები. მე კონცერტს როცა ატარებ, ნიშნულობა რა საკონკრეტო არა, ყველაფერი იხდი გადასახადებს რა. ადამიანებს გონიათ რომ მომღერლები გადასახადებს არ იხდიან. ეხლა მე არ ვიცი, მე თვითონ იურიდიული პირი ვარ და ნებისმიერ კონცერტზე გადასახადებს ვიხდი რა. ანუ წარმოიდგინეთ რა, ჩვენ ბიუჯეტზე დამოკიდებულები არა ვართ, მაგრამ გადავხდელ უნარიანები ვართ ბიუჯეტში რა. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, აი ეს თარიღთან დაკავშირებით რა, აი ახალ წლამდე გავიგეთ, აი მე რა ხდება. აი თქვათ, ნუ არ გამოიჩინა ნება, ნუ სიტყვაზე ვიძახ ხელისუფლება, არ დანიშნა არჩევა, აწვება რაღაცა თავის რაღაცებს და ეს ხალხიც არ გაჩერდება, ნუ მე რა ვიცი, არ ამგონია, რა ვიცი. ეს ხო ის ხალხი არ არის, ვისაც ფულს უხდი და მიდიან და ნუ ამდენი ადამიანი დადის ამ იმაში და ჩვენთვისაც რა არის ეს ის, იმიტომ რომ აი ეს რა გემღერი, აი ამ სიტყვაზე მართლა ცუდად ხდები უკვე რომ რო გეუბნები, აი შენ რა გემღერება, სულ არ მემღერება, მაგრამ ნუ ეხა პროფესია ესა. მე მარტო ლელაზე მე შემიძლია თქვა გავჩერდი 2 თვე, თქვა 3 თვე, მაგრამ მე მყავს 12 მუსიკოსი. იმ 12 მუსიკოსი შემოსავლის წყარო არის ეს. ანუ რას ვეუბნები იმათაც, ხომ ისიც იგებენ, ეხლა დადიან თქვა ზოგი და აქციაზე დადის და ყველაფერს იგებენ, მაგრამ მეუბნებიან, აი მე ბანკი, აი რავშვებით. მე ვარ მაგათი პროდიუსერი და მე ხომ უნდა უთხრა რავშვებით. რაღაცა თარიღი მაინც ხომ უნდა უთხრა, რო იცი რაღაცა. ამიტომ აი სიტუაცია დღესაც ამ შემთხვევაში კი გაუქმებული გა ყველაფერი, მაგრამ თარიღი იცოდე როგორ გაგვეხარდება ყველას. არა, უყურეთ როგორ არის ხა კლუბებმა თქვენს რომ ჩვენ საშინო მდგომარეობაში ვართო, ბანკებიო არ მიდისოს გადავადებო, უნდა დავიწყოთ მუშაობა, თუ რამოდენიმე დაიწყო ეს მუშაობა. ყველა მუშაობს და ჩვენ ახლა ჯერჯერობით ვართ ესე მოლოდინის რეჟიმში. აი ერთადერთი ერთ რაღაცასაც ვიტყვი რა. აი კონკრეტულად ჩვენი პროექტი რა, ბოდიში ყველა მომღერლება თავისას იტყვის მუშაობთ აი წელიწადში თქვა, აი მონოხილ თბილისთან გვაქვს კონტრაქტი წელიწადში 4 კონცერტს ატარებს, 3 თბილისში, 1 ბათუმში და 2 იანვარი არის აი ლევასის ბედობა და ყოველ 4 მე-4 წელია უკვე ვატარებ. თვითონ მონოხილმა გააჩერა ყველაფერი და დღეს არის კატასტროფის წინაშე, ნუ ფაქტიურად იხურება. ეს მარტო ის კი არ არის მონოხილი იხურება ჩვენთვის. ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკურად, აი რომ მიდიხარ, მაგრამ არაფერი არ გინდა, იგებ ხოლმე ტექნიკურად უზრუნველყოფს და მაქსიმალურად პირი შეიძლება დაიკეტოს. აი როგორც ახლა ზაფხულშიც რომ მომხდარი გაგძელდეს, თქვა სადაც მუშაობ, თქვა სოხო ყიდულოვში, ისაც იკეტება. ანუ რეალურად მომღერლებისთვის იკეტება სივრცეები, სადაც თვითონ ჩვენ არანაირ ბიუჯეტურ ფულზე და ვიღაც არ აფინანსებს, არაფერი, სპონსორები არ ვაფინანსებენ. აი წარმოიდგინე და თვით გადარჩენაზე ვართ რა. და ეხლა ამ ორზე თვითონ მონოხოლი მეუნება რომ ჩვენ დავიკეტებითო. და მე როგორ მდგომარეობაში ვარ რომ ფიქრობ რომ როგორ შეუწყო ხელი მათ. თან აქაც ვარ რომ აი ადამიანებს რო უყურებ რა დღეში არიან, იმაზეც ნერვიულობ. თან ჩემ მუსიკოსებზე ნერვიულობ. რომ რა უნდა უთხრა, აი ბასიც უნდა უთხრა, დადე გიტარა და წადი ძმაო, რა სხვა საქმე დააკეთენო. სხვა საქმე ჩვენ არ ვიცით თორე და ამაზე იმიტომ მიჭისქო ლაპარაკი რომ წარმოიდგინეთ რა ამდენი პრობლემებია. განწყობები საერთოდ არ არის და ის კონცერტზე თქვა შეიძლება თქვა რომ აი მოდი გავაკეთოთ ეს კონცერტი, ეს ერთი კონცერტი რომ ჩვენც რაღაცნაირად ხელი შეგვიწყოთ, მაგრამ იქაც ის ადამიანი მოვლენ, არ მოვლენ, მაგასაც ხო ხალხი აქციაზე დგას რეალურად და ხო, ნუ არ ვიცი, აი ეგ სიტუაციაა და მაგ იმაში ვარ, ეხა აი მეც ეხა ჩავრებად ფიქრობ და დანარჩენების იტყვიან ეხა თავისას რა ვიცი. ხო, ნოდიკო. მე არ შეწუხდე? აი ნახო მიკროფონები აი რამდენიც გინდა. მომღერლები მოვიდნენ თავის მიკროფონები. ნოდიკო, შენ რა ვიცი, რასაც ამ ბოლო დროს ხედავ კონცერტების და სცენის მაგივრად აქციაზე გხედავ სულ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ტელემაყურებელს მივესალმებით. მე აი რაც ეს რუსული კანონი მეორედ შემოიტანეს ამათმა. საერთოდ აღარ მიმღერია ჩემ ფილარმონიის სოლო კონცერტის მერე, მარტის მერე დაახლოებით 5 თვე. აი უბრალოდ განწყობა მქონდა რომ არ მემღერება და რა ვქნა. სცენაზე რო გახვალ ხო არის თამაში, ხო? ანუ
უნდა დადგე და მთელი გულით და სულით იმღერო. ჩვენი პროფესია არ არის რაღაცა ესე ტექნიკური გავედი ხა რაღაცა. იმღერე ძალით, ჰონორარი ავიღე, წამოვედი. იქ თუ არ გემღერება, უბრალოდ ყველაფერს აფუჭებ და ნუ მაშინ მომღერალი აღარ ხარ რა. ხო და აი ეხლა რა უბედურებაც გჭირს კიდევ და ეხლა რაც ხდება, ეს კიდევ ცალკე ტრაგედიაა, როცა საერთოდ რა სიმღერაზეა საუბარი. ყველას გარკვეულწილად რაღაც დეპრესიული მომენტები გვაქვს, იმ კუთხით რასაც ვხედავთ ეხლა ამ დარბევებს გულისხმობ, წამებას გულისხმობ, ამ დაჭერებს გულისხმობ და საოცარი ადამიანები, ჩვენი საზოგადოების მართლა, აი გამორჩეული ნაწილი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან განათლებული, თავის პროფესიაში ძალიან წარმატებული ადამიანები არიან დატყვევებულები და მე მქონდა ეხლა ახალ წელს ძალიან დიდი შეკვეთა. წეგან საუბრობდა მამულიჩა, ამბობდა რომ ეს ამ პერიოდს ველოდებით ყველა აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს პერიოდი ჩვენთვის არის რაღაცნაირად გარანტია იმისა, რომ წლის რაღაც პერიოდი ყველა ვიქნებით გარკვეულწილად მშვიდად, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ვალდებულებები საბანკო და ასე შემდეგ. და ნუ თქვი უარი ახალი წლის კონცერტზე და კიდევ რამდენიმე ზარი იყო და ვთხარი რომ ეხლა ალბათ ამის დრო არ არის, იმიტომ რომ ანუ რაც ხდება ქვეყანაში ეს არ იძლევა იმის საშუალებას რომ რაღაცნაირად გახვიდე და სცენაზე დადგე და იმუშაო, იმიტომ რომ ეს ჩვენი სამსახურია. ამიტომაც რა გითხრათ, ეხლა აქ საწუწუნოდ კი არ მოვედით რომელიმე და არც მე არ წუწუნებ და არც არავინ არ წუწუნებს. უბრალოდ ჩემი მესიჯი უფრო იცით რა არის, რომ მინდა რომ იმ ადამიანებმა ვის ხელშიც დღეს სამწუხაროდ არის ჩვენი ქვეყანა, ცოტა ყური გამოიბერტყონ და მიხვდნენ რას უკეთებენ ხალხს. იმიტომ რომ ჩვენ როგორც ნახეთ, აქციებზე უფრო მეტი ხალხი გამოდის, როცა უფრო მეტად ძალადობენ. ხო ნახეთ? ამიტომაც აი ჩვენ რაც უფრო მეტად გავბრაზდებით, მით უფრო ცუდი იქნება თქვენთვის. ანუ გულისხმობ იმას, რომ უფრო მეტად არ გავჩერდებით, უფრო მეტად არ დავიღლებით და არ იღლება ეს ხალხი. აი რუსთავოზე რომ გავდივარ, ისეთი საოცარი საზოგადოება დგას მართლა აი დედასპიცა ვარ, იმდენი ადამიანი გავიცანი. ისეთი რაღაც საუკეთესო ადამიანები გავიცანი, ვისაც არ აინტერესებს რამდენი ხანი მოუწევს დგომა, იდგება ყოველთვის და თავებს რო ითვლიან ხოლმე გუშინ თქვენს რომ 800 კაცი იდგა, იქ ვიყავი და ძალიან ბევრი 1000 ადამიანი იდგა. მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება მოექცე შენ როცა საკუთარ თავს უწოდებ ხელისუფლებას, შენ მოქალაქეებს ესე როგორ შეიძლება მოექცე. ან მათ ვისაც აწამებ, ვისაც ემუქრები, ვიზეც ზალადობ, ვისაც იჭერ, ან ჩვენ ან ყველას. აი უბრალოდ ვერ წარმომიდგენია რაღაცომ გაქვს პეტენზია რომ შენ ხარ შენი ქვეყნის ხელისუფლებას. როგორ გითხრათ, ჩემთვის მიუღებელია კიდევ ერთხელ თუ ვინმე გვისმენს და ვიცი რომ გვისმენენ, იმიტომ რომ წინ თხოვმე თურმე ჩვენგან რაღაცეები. კიდევ უფრო მეტად რო არ გეწყინოთ, უნდა მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, სანამ გადაწყვეტილებების მიღების საშუალება გაქვთ და უფლება გაქვთ. რომ ქვეყანა დამშვიდდეს და იმ მშვიდობას რაღაც გამოგონილ მშვიდობას რო პირდებოდით ჩვენს ხალხს, აი ეს მშვიდობა ნამდვილად დასადგურდეს ჩვენთან ქვეყანაში და ვიცხოვროთ ბედნიერად, ვიცხოვროთ მშვიდად. საერთოდ არ აქვს სიმღერაზე საუბარი, ნამდვილად არ მემღერება აი დედას გეფიცებით, რაც ჩამოვედი ამერიკიდან 20 დღე აქ ვარ და სახლშიც ვერ ვღიღინებ რა. იმიტომ რომ არ მეღიღინება და არ მემღერება. მაგრამ ეს არის ის, რაც ყველაზე კარგად ვიცი და რაც ყველაზე მეტად მიყვარს და რის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია, თუმცა დღეს ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია ჩემი ქვეყნის გარეშე და ამიტომ ყველა უნდა ვიდგეთ იქ, სადაც ვდგავართ და აუცილებლად ის დრო, როცა ყველა ვიმღერებ და ბევრს ვიმღერებ და გავახარებ ჩვენს მენას და გულსაც აგვემღერება. მადლობა, ნოზიკო და გიორგი შიკიშვილთან მინდა კითხვით გადავიდე, რომელთანაც სიმღერის გარდა შენი ბიზნესი გაქვს, ხო? ტურისტულ სფეროშიც არის. ხო, აღარ აქვს კიდე ისა. მიკროფონი. აქვს მიკროფონი. ხო, ანუ შენ თლად ორი საქმე გააჩერე, ხო? თუ გაგიჩერდა, თუ როგორც არის. არა, ბიზნესს რაც შეეხება, ბუნებრივია ეს არა მარტო ჩემი პრობლემაა, არამედ კახეთში, ზოგადად კახეთში და არა მარტო კახეთში ვიცი რომ ფაქტობრივად აი ეს სასტუმროს რაც შეეხება, ნუ უბრალოდ მოსვლელი აღარავინ აღარ არის რა, ნუ ორი თვეა ფაქტობრივად არავინ არ შემოსულა. მაგრამ ეს მარტო ის არაა რომ აქ რაღაცა დახურე და ვიღაც ალბათ იტყვის რომ კი რაღაცა იახურე გააღებ, მაგრამ ნუ ერთი რამე გავითვალისწინოთ რომ ჩვენთან სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანის გადინების გამო, მათ შორის ახალგაზრდების ევროპაში, რომლებიც მიდიან იქან სამუშაოთან, სასწავლებლთან, შემდეგ ძალიან ცოტა არის კადრი, რომელთაც შეიძლება რომ იქ დაასაქმო, დაატრეინინგო და შემდეგ ამ სასწავლო რა უნდა გააკეთო, ხო?
და უბრალოდ ამ ხალხის გაშვება ეხლა თან ახმეტაში სადაც მე მაქვს პატარა ქალაქია და იქიდან ვინც ისეთი ხალხი იყო მოუკრიბე ახალგაზრდები და ასე შემდეგ ვამუშავებდი დაახლოებით 20 ადამიანი მიყავდა დასაქმებული და ეხლა აღმოჩნდა რომ ეს ხალხი უნდა სახში გაუშვა ესენი ჩემი ახალგაზრდების გარეშე და მე ამ ხალხის უკანაყვანა ხო საკმაოდ სირთულეებთან დაკავშირებული მარტო ჩემთან არა ყველა ასია ბევრმა დაკეტა ეს ნუ აქ კიდე ის რომ დაახლოებით 40000 ლარამდე თვეში სადღაც მარტო აი მოსახლეობისგან პროდუქტებს ყიდულობდით ჩვენ რა რომელთაც სარგებლობდა სასტუმრო ესეც გარკვეული დანაკლისია იმ ხალხისთვის ვინც იქ დაკავებულია სახში რაღაც პროდუქტები აქვს და ასე შემდეგ ხო და ნუ ეს შესაბამისად დაიხურა იმიტომ რომ ნუ არავინ არ არის რაც შეეხება ახლა ჩვენს მიმართულებას მინდა აქ ერთი რაღაც ვთქვა რომ ძალიან სასიამოვნო ვარ მომღერლები და მათ შორის მსახიობები გაიფიცნენ მაგრამ აქ გამოსავალი არის ერთი რაღაც ჩემი აზრით რომ დიდხანს ვერ გაიფიცება მაინც ახლა რამდენი ხანი რომ გაიფიცენ მარტო მომღერლები და მსახიობები ხო ამიტომ სანამ გაფიცვა არ იქნება საყოველთაო მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ რომ საყოველთაო გაფიცვა თუ იქნება 2-3 დღეში ყველაფერი დამთავრდება რა და საბოლოო ჯამში ჩვენ მივხვდებით რომ 3 დღის განმავლობაში ამ სიტუაციას დავამთავრებთ ახლა მარტო მომღერლები გავიფიცოთ და მსახიობები და რამდენი თვე უნდა გავიფიცოთ ეს მომღერლები და მსახიობები ხო? იმიტომ რომ ყველას თავისი ისა აქვს, ცხოვრება აქვს, შვილები ყავთ, ადებულებები აქვს და ასე შემდეგ. ახლა სხვა მიმუშაოს და ჩვენ გავიფიცოთ, რა ვიცი, რა ის არის, რა ქვია. ხო, აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ აქ არავინ არ წუწუნებს, საუბარია იმაზე, რომ მე მგონი ჩვენ უფრო მაგაზე ვდარდობთ, რომ მარტო ჩვენ ვართ გაფიცულები და სხვები არა და აქედან გამომდინარე, ყველა უნდა გაიფიცოს. ყველა აბსოლუტურად. ნუ ისეთი ორგანიზაციების გარდა რომელთაც შეიძლება რაღაც ჩამოიშალოს და რაღაცა დაინგრეს და უბედურება მოხდეს, მაგრამ ბანკი ვერ გაიფიცება ფიზიკურად, იმიტომ რომ 3 დღე ბანკის გაიფიცება. 3 დღე ბანკის გაიფიცება რა. ამიტომ მართლა? მე გარანტიას ვიძლევი, რომ მთელი ქვეყანა თუ გაიფიცება, 3 დღეში ეს ყველაფერი დამთავრდება ხალხო რა და ჩვენც გვეშველება და ყველას ეშველება. ახლა ასე ყოფნა, რომ მარტო მსახიობთა სპექტაკლები აღატარდება და რა მე სპექტაკლები თუ არ და ძალიან დადიან ახლა ამ სპექტაკლებზე ისინი ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რა. ხო და აქედან გამომდინარე ისა რა ქვია ან აღმისმენენ ჩვენ სპექტაკლებზე კი ზოგი კითხულობს ისეთ მსახიობებზე რომ მთელმა საქართველოს ეგ ვინ არისო ხო და არ ჩვენ არ გვისმენთ თავისი მომღერლები ყავთ კაცო არ ჩვენ არ მოგვისმენთ თავისი მომღერლები ყავთ ხო აქედან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალი აქ არის ძალიან მარტივი რა 2-3 დღე ყველა უნდა გაიფიცოს. აბსოლუტურად ხო. ეს არის გამოსავალი. ქვეყანას ეშველება, იმიტომ რომ მე მინდა სხვა ყველას მიმართო, მეგობრებო, გავიგე რომ ბიზნესი გაქვს, ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა თუ დასავლეთში ვეღარ წახვალთ და თუ თქვენი შვილები ევროპაში ვერ ისწავლიან და ამერიკაში ვერ იმოგზაურობენ და მე მოგზაურობენ და გარდა მაგის ეხლა რაც საგანმანათლებლო მიმართულებით მოხდა, ხო, შეჩერება რაც მოხდა ეს, როდესაც ხო, როდესაც ამ ორგანიზაციის წევრი აღარ ვარ, შეგვიჩერეს ეს წევრობა, ხო? ეს უდიდესი პრობლემაა, რომ საქართველოში მოქმედი დიპლომები ფაქტობრივად ფარატინა ქაღალდებად იქცევა რა. გარდა იმისა, რომ ჩვენთან ვინც ამთავრებს, ქართველები ვინც არიან, უცხოეთში ვეღარ გააგრძელებენ ამ დიპლომების სწავლას. გარდა იმისა, ძალიან დიდი ფული იკარგება იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოელები შემოდიან ჩვენთან და სწავლობენ აქ და კერძო უნივერსიტეტები არსებობს. ძალიან ბევრი სტუდენტი ხო, ძალიან ბევრი კერძო უნივერსიტეტი. აქედან გამომდინარე მე მგონია რომ თუ ასე გაგრძელდება და თუ ჩვენ არ გავაკეთებთ იმას რომ ყველა ერთად გავიფიცებით ხო ეს უბრალოდ მე ჩემი აზრით არჩევნები რიგარიშ არჩევნები გარდაუვალი ის არ დალაგდება არაფერი მაგრამ ეს რაც მალე მოხდება და რაც მალე გაიფიცება ყველა და მალე დამთავრდება ეს ყველაფერი მით უფრო ნაკლებად დაზიანდება საქართველოს კი ბატონო რა იმიტომ რომ დამიჯერე თუ ესე გაგრძელდება ეხლა ხო კრიზისია და ყველას პრობლემა აქვს. თქვენ ნახეთ გაზაფხულზე რა იქნება რა. ხო და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა მე მარტივი არ არის. ამიტომ ჯობია რომ ყველა ყურად იყოს ეს რა თქმა უნდა. სიტყვაზე ჩემი სასტუმრო პირობითად დაკავშირებულია რაღაცა იმასთან, ვინც პროდუქციას მაწვდის მაგალითად. ის დაკავშირებულია კიდევ ვიღაცასთან, ანუ ჯაჭვურად არის ეს ყველაფერი რა. იმ ორგანიზაციის თანამშრომლები, იმ ორგანიზაციის თანამშრომლები ასე შემდეგ. ის მაღაზიაში შედის, ის მაღაზია რაღაც საკეთებს, რა ჯაჭვია ხო. აქედან გამომდინარე ჩვენი მე მგონი ყველა ამაზე ვთანხმდებით რომ ჩვენ არ გვეზარება არც გაფიცვა და არც ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო. საყოველთაოს გარეშე უბრალოდ ჩვენს გაფიცვას აზრი არ აქვს. მე ასე ვფიქრობ. დიდი მადლობა. თავდონ მაია. კითხვას არ დავსვამ, ხო მე მგონი აღარ არის კითხვის ნიშნები. მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, საყვარელო ადამიანებო, ჰოსტებო. მე არ გავფესულ ვარ. არც სახელმწიფო კონცერტი გამიუქმებია, იმიტომ რომ კონტრაქტუალური ვარდებულებები მაქვს და ამისთვის მე ბოდიშს ვერ მოვიხდი. ბიგ ბენდთანაც კონცერტი მაქვს ახლა კვირას. მე ვთვლი ესე,
რომ ხელოვნების მთავარი მისია არის შეკავშირება ადამიანების. ხელოვნების მთავარი მისია არის ხიდების გადება ადამიანებს შორის და მე მაგალითი მინდა მოვიყვანო მე-20 საუკუნის გარეჟრაჟზე როდესაც ჯაზი როგორც უნიკალური არტ-ფორმა ისახებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მწვავედ იდგა რასობრივი დისკრიმინაციის თემა. მოგეხსენებათ რომ ელლა ფიჯერალდს არ უშვებდნენ კლუბში Billie Holiday-ის დისკრიმინაცია საშინელი და კიდევ მრავალი აფრო-ამერიკელის, როგორც ჩვენ დღეს ვამბობთ კორექტულად, უფლებები ირღვეოდა. და სწორედ მაშინ მე მოსმენილი მაქვს ინტერვიუები აფრო-ამერიკელების, მაშინ ჯაზი იყო მეინსტრიმი და სრულდებოდა ანდერგრაუნდში, ანუ კლუბებში. იქ საცეკვაოდ თავს იყრიდა როგორც თეთრკანიანი მოსახლეობა, ასევე აფრო-ამერიკელები და თავად ისინი ამბობენ, რომ იქ არავის არ აინტერესებდა რასობრივი სეგრეგაციის საკითხები, რასობრივი დისკრიმინაცია იქ საერთოდ არ ხდებოდა. ამიტომ მე ვთვლი, რომ ხელოვნებას აქვს ძალიან დიდი მისია, რომ გაამთლიანოს, დააკავშიროს თუნდაც გატეხილი გულები, ადამიანები და შეაკავშიროს. ამიტომ მე მომხრე ვარ იმისი, რომ კონცერტები ჩატარდეს. რაც შეიძლება მეტი კონცერტები, აქ აღარ ვლაპარაკობ უკვე იმაზე, რომ ჩვენ დაუკავშირეთ ამ პროფესიას ჩვენი ცხოვრება და ეს არის ჩემი, მე არ ვიცი სხვისი, მაგრამ მე არა მაქვს ბიზნესები, როგორც სიტყვიან ხოლმე, ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო, მაგრამ ამის გარდა მე ვიტყვი იმას, რომ ხელოვნება ძალიან მნიშვნელოვანია ორი დაპირისპირებული მხარის შერიგების საქმეში. აი ამას არ არსებობს ორი მხარე არ არსებობს, ორი მხარე არ არსებობს, ჩემო კარგო ადამიანი. ორი მხარე არ არსებობს, არსებობს ადამიანები, რომელსაც ჩვენ მითვისებულია შენი მომავალი და ისინი აბსოლუტურად აგრესიის ენით გელაპარაკებიან, გიკრძალავენ თავისუფალ აზრის გამოხატვას, გეუბნებიან, რომ მხოლოდ გადასახადი გადაიხადე და დანარჩენი მე შენი ცხოვრების წესი არ მაინტერესებს. თქვენ რო კონცერტს დაუკრავთ Big Band-თან ერთად, იმ ხელფას ჩვენს უხდით, ანუ ჩვენ უნდა გვწევონ, უნდა მოვკლან, უნდა გაუპატიურებით დაგვემუქრონ. მე მაგალითად 6 წელია არა ვარ პროტესტში, მაგრამ პროტესტს მიცხადებს სახელმწიფო და მე არ მინახია არავის თანაგზობა, მე რატომ კონცერტებზე არ ვიყავი მაგალითად. ხო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მაქვს ვალდებულება ჩემი თანამემამულეების წინაშე, რომ ჩემი მომავალი, ანუ ჩემი პირადი კომფორტისთვის, ჩემი საერთო მომავალი დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ. აქ არ არსებობს გაფიცვა, არავის არ უნდა გაფიცვა, ძალიან ყველაზე უკიდურესი ფორმაა ზოგადად გაფიცვა, მაგრამ გაფიცვა ჭირდება არა იმას, რომ მე ჩემი პროფესიად, ასე ვთქვათ, ჩემი პროფესიის უნარები ვამტკიცო, არამედ იმისთვის, რომ ჩემს გვერდით მე თანაგზნობის განცდა მაქვს, იმიტომ რომ ადამიანი ვარ და ის ადამიანები დავიცვა და გამოვხატო ჩემი თანადგომა, ვისაც გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ვისაც ჩაულეწეს წყვილპირები და ასე შემდეგ. და ის კონცერტები, რა კონცერტებზეც არის ლაპარაკი, სახელმწიფოთან ხებით არის. ჯერ ერთი ეს კიდევ ძალიან დიდი კითხვის ქვეშ დგას, რატომ უნდა გადაიხადოს გადამხდელებმა ან დარბაზების ქირები, ან დიდი საკონცერტო სცენები, რომლებიც მილიონებით არის და არტისტების ჰონორარი. თან სახელმწიფო მეკობს, ხო თვითონ სახელმწიფო, არა ხელოვნებით, არამედ პირიქით მიჭედავს. იცი როგორი რამე. მე და შენ გვაპირისპირებენ, იმას კი არა, მე და შენ გვაპირისპირებენ, იმიტომ რომ შენ იძულებული ხარო იმღერო და მე 6 წელია დარბაზს არ მოწევენ. მაშინ რა თანადგომაზე ვლაპარაკობ საერთოდ? რა მომავალზე ვლაპარაკობ საერთოდ? მიუხედავად ამისა, მე არასოდეს არ გამომითქვამს ეს პრეტენზია, მაგრამ ყველა მიცოდა რომ მე იცის რომ მე პრობლემები მაქვს, მაგრამ ჩემი პრობლემა რამოსატანია, ჩემი შვილის მომავლის პრობლემასთან, მაგრამ ჩემი მომავალი ხო გაუქმებულია ბოლო 6 წელია. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია რომ ერთად ვიარო, თუ ერთად არ დავდგებით, ერთი გაფიცვა არ გვექნება. თუ ჩვენ ერთად ყოფნა რას ნიშნავს? ნიშნავს რომ ჩვენ ერთმანეთს ვამყარებთ, ერთი ძალა გვაქვს, ერთი დიდი ძალა გვაქვს.
და თუ ერთად არ გავიფიცებით და არ გვექნება პროტესტი და განცდა თანაგრძნობის, მაშინ დავიღუპებით და ვიქნებით და ვიკილიკებთ ახლა მე თან მიყვარხარ და რაც არ უნდა იმღერო მოვალ და გეტყვი რომ მიყვარხარ, მაგრამ გულში მეტკინება, იმიტომ რომ ჩემი შვილის მომავლის საწინააღმდეგოა იმღერებ. მომიტევეთ, მაგრამ ეს ესე. ზოგადად სისტემის პრობლემა ხო ესაა, რომ სისტემა ებრძვის უცხო, თავისთვის უცხო რაღაცას, ხო? თავისთვის მიუღებელს. როდესაც ამას ამარცხებს, მე გადადის უკვე საკუთარზე, ხო? ანუ სისტემის ნაწილს, ანუ ვით სისტემის ნაწილია, ხო? აქედან გამომდინარე, რასაც დინო ამბობს, პრინციპში ეს არის, რომ თუ ჩვენ გავჩუმდებით იმაზე, რომ თქვათ, მაგალითად, ნინო ქათამადეს არ ამღერებენ და ამას მივიღეთ მოცემულობა ჩვეულებრივად, ხო? რომ არ ამღერებენ, იმიტომ არ უყვარს ამ ხელისუფლებას, ხო? ხო, ეხლა ვიცი რა. მე ეს პროცესი აღარ გაჩერდება, ეს გაგრძელდება სხვაზე, ვიც უყვარს ეხლა მაგალითად. ნინოსთვის მინდოდა მე თქვა. იცით რა, ერთ რამესაც დავამატებ რა, იმ თავრობას და ამ თავრობის დროს დედას ფიცორო. აი, მართლა ვერ ხვდები. ჯერ ერთი რა, საერთოდ რა უფლება აქვს რომ რაღაცნაირად სახელებს გვარქვემო ხოლმე იმ თავრობის და ამ თავრობის. მე სამჯერ მაქვს იმ თავრობის დროს საერთოდ დამღერი, საერთოდ არ ვწყვეტ. ხო და მე გუნდა მეთქვა მაგ ვიდეოს ამოიჭრიან და იტყვიან რომ იმ თავრობის დროს როგორ გავიდა 12 წელი გავიდა, გავიზარდეთ. იმიტომ აღარ არის ის თავრობა და იგივესაც მიკეთებ ახლა. სხვა სიმაღლეები გვაქვს, სხვა სიხრმეები გვაქვს. აქ დავბერდით, რა ვიცი მე, 1000 რამე მოხდა და მაინც იმაზეა ლაპარაკი რომ იმ თავრობის დროს ვინც ასე დადიოდა, კარდა მღეროდა, იგივე მღერის დღესაც, კაცო, რა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ იმას ვიღაცა შვილები გაიზარდა და ახლა შვილებთან ერთად მღერიან. რა მნიშვნელობა აქვს? რა სიხალბეზეა ლაპარაკი ხალხო? რამდენი ხანი და ვიაროთ ესე და რაღაცნაირად. ხო და როდესაც დამთავრდეს აი კიდე რაღაცა გაყოფა გამოყოფები რა. სიგიჟეა მართლა ეხლა რა მდგომარეობაში ჩვენ ვართ ამ აბსურდში. მართლა სიგიჟეში ვართ ხალხო, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცას ვაპროტესტებთ, გავართ და რაღაც სხვა მხარე როგორია, იცი, ხა აი ოცნების წარმომადგენლები, ხო? კარგი რა, ანუ ვინც იმეც და პოსტების უყური, ისეთი რადიკალურად სხვა რაღაცებზე მელაპარაკებიან. აი კითხვაც საუბრის გაგრძელების სურვილიც არა მაქვს. აი ტყუპი ფეხებით რომ იმ ბიჭს თავზე ურტყავთ, პოლიციასაც ხო ურტყავდა. ანუ და გუშინ ეს ხალხი, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა, რა კონცერტებზე ლაპარაკი სიგიჟეში ვართ. ღირსების ორდერები გადასცეს. ანუ არ ვიცი მართლა რა გვეშველება, მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ ეს საყოველთაო თუ არ იქნა მართლა. მაშინ მართლა არ არის გამოსავალი, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს გაფიცვას, რამდენი ხანი გავიფიცებით, რამდენი ხანი ვიქნებით დაუშვათ შიურები. არა, ნინო, ჩვენ ხო იმიტომ ვიფიცებით, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს, ანუ მიზეზი ხო ეს არის. ეს ამაზე ლაპარაკი უკვე რომ რაღაცა ის არ მოგწონს, რა ქვია, მიკროფონი ან სცენა ან როგორ არის, ანაშე ჩვენ ვიფიცებით, რომ ეს სისტემა ეს სისტემა არის ჯერ ერთი აი არაფერი არ ესმით. ვერ ხედავენ ეს რაღაცა კედელი აქვთ, ეს იგნორი, რომელზეც ალბათ უფრო ვგიჟდებით, ხო ყველა, იმიტომ რომ რეაქცია არ არის იქედან რა, ყველაფერი დაიშლებიან. თან ახლა სტრატეგია ხო ესეთი დაიწყეს, რომ აღარ გვარბევენ, აღარ ურტყამენ და ნუ ახლა ცოტა ხანში გაილევა რა, დაიხლებიან და სახლებში წავლენ. არ არსებობს ეს მოხდეს, იმიტომ რომ ამას ვერავინ ვერ შევეგუებით. ეგ ერთი და კიდე აი ნოდიკო მახსენა თავებს ითვლიანო და მართლა მაინტერესებს, სულ რო 200 კაცი შენს ქვეყანაში რაღაცას აპროტესტებს. ეგ არის რომ არ თუ შენ თავრობა თვლი, არ უნდა მოусმინო, არ უნდა გახვიდე, არ უნდა დაელაპარაკო და არ აწყობს რომ მოდისმინეს. არ აინტერესებს, არ აინტერესებს. რომ ადამიანის მე კეთილი ნება უნდა გამოხატონ. აი დღეს იმას უსმინე იზახიან რომ აი მიუხედავად იმისა რომ აი აქცენტი 1.300.000 და ყარათავად შეოჯახა აშენებულო დანიშნე მაშინ არჩევნები და თუ ყავს ეს 1.300.000 კაცი დაგვიმყიცე მაშინ რა ბოდიში რა 1.100.000 არა რას ვიზა 3.600.000 ვარ აქედან 600.000 ემაშია მაგას საერთოდ არ ვიცით რომ ეგრე თვითონ ხო იზახიან რომ ამ ხელა მხარდაჭერა არის და ხო მაგრამ თუ მაგრები არიან დანიშნონ ხა იგი დანიშნე წარსერჩენები შემოხარბო და ნახეთ ერთი რაღაცას ვისწრაფ რა შეგაწყენ თავს დავიწყოთ იქიდან რომ რაც გიორგიმ თქვა ეს არის ერთადერთი წამალი ხა ცალ-ცალკე ესე ვიღაცა გაიფიცა ვიღაცა არ გაიფიცა არაფერი არ გამოვა ეს ნათელია ხო ხა ცხადი არის ფორს მაჟორია ხო ამიტომ ყველასთვის ხო ამიტომ ჩემი აზრით არის რაღაცა ფორუმი მოსაფიქრებელი სადაც ბიზნესი თუ ბანკი თუ პროდიუსერი მომღერალი დასხდებიან და რაღაცნაირად ურთიერთ რაღაცა ესეთ
ალბათ სასარგებლო რაღაცა დასკვნას გამოიტანენ. იმიტომ რომ ძალიან რთულია ახლა მაუნჩეს თქმის არ იყოს, შეიძლება გააკეთო კონცერტი და არ მოვიდეს არავინ, იმიტომ რომ ხო, არა, ხარჯი, იქ კიდე ხარჯი გაწვიო და კიდე პრობლემა შეგექმნას. ამიტომ ესეც გამოსავალი მანდავეცო კონცერტი გააკეთო არ არის. ამიტომ რაღაცა ეს ფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გავიაზროთ, უნდა რომ ეს არის ქვეყნის ეგზისტენციალური პრობლემა, ეს არ არის რომელიღაცა სოციალური პრობლემის გამო გამოწვეული, ხო? ქვეყანა აღარ აქვს ხალხო. ქვეყანას მთავარ მართავს გაუგებარი ხუნტა. იქით მხარეს არის ეს ჯგუფი და აქეთ მხარეს არის ხალხი. არანაირი 2, 10, 70 საქართველოს არაფერი გაერთიანება არ აქვს, არ გაერთიანებულია ხოლმე, ვინც არის გასაერთიანებელი. და მეორე ხელოვნებას არ აქვს გამაერთიანებელი ეფექტი და არასოდეს არ ქონია. ეს მე-9 სიმფონია რო დაიწერა ბეთჰოვენის, მას მერე ომი აღარ იქნებოდა მაშინაც. ეს რო შეძლებოდა. ხელოვნება შეუძლია ერთი რამე, ხელოვნება შეუძლია პროტესტის გამოხატვა. ეს არის ხელოვნება. რაც უნდა აკეთოს ხელოვნება. რაც უნდა ხელოვნებას აქ ერთადერთი რამე იყვირო. და იყვირო ისე როგორც შენ შეგიძლია, ხატვარი ხარ. ნახატში იყვირო და სცენიდან და ესე რა თქმა უნდა. ამიტომ მე არავითარ შემთხვევაში არ ვთვლი იმას, რომ ლელამ რო კონცერტი გააკეთოს, ვინმე ამაზე რამეს ვერაფერს ვერ იტყვის, იმიტომ რომ მისი პროფესია და რას იტყვის, ან ნებისმიერ თქვენთაგან გინდა ვერიკო, გინდა ნინო. ეს შეიძლება მოხდეს, უბრალოდ სხვა პრობლემა გვიდგას. ყველა ვაცნობიერებთ, რომ ეგზისტენციურად პრობლემა გვაქვს ქვეყნის დაკარგვის და ამიტომ არა გვაქვს თავი ამის კეთების უბრალოდ, იმიტომ რომ პუბლიკა არ აქვს. და სწორია რომ არ აქვს ეს პუბლიკა დგას იქ სადაც უნდა იდგეს ახლა. ამიტომ ჩვენი ხმა უნდა მივაწვდინოთ იმ ადამიანებს, ვისაც რაღაცნაირად შეუძლია ამის გიოს თქმის არ იყოს, სწრაფად მოგვარება. ეს არის ბიზნესი, რომელიც აუცილებლად უნდა არტისტები, როგორც ყოველთვის ყველაფერში პირველები არიან, ხო ხა ესეთი რამე. მომღერლები გამოვიდნენ, გაიფიცნენ, მსახიობები გამოვიდნენ, გაიფიცნენ, დიდი მადლობა ყველას. მაგრამ ეხა უნდა უთხრათ იმ ხალხს, ვინც ჯერ კიდე ორჭოფობს და რაღაცას იმაშია, რა ქვია, ფიქრის სტადიაში არ მორჩა ფიქრის დრო. მორჩა ფიქრის დრო. ან დავინგრევით აი ესე, ჯაჭვურად, იმიტომ რომ საქმე აღარ გაკეთდება. მაგრამ ეს საქმე აღარ გაკეთდება, ეფექტი არ ექნება არანაირი. ეფექტი კი როგორ არ ექნება, წავიქცევით და წავიქცევით ყველა. ამიტომ უნდა შევხვდეთ ამ ხალხს, უთხრათ, აუხსნათ, რომ ხალხო ხო, მაგრამ უნდა მოგვიყვეს პრობლემა, რომ ქვეყანა არ დავკარგოთ საბოლოოდ. გადაწყვეტილება, რომ გადავრჩეთ ერთად, თორე დავიშლებით ნაწილ-ნაწილ. აი ეს არის, აი ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველა, რომ ეს ხალხი გამოვაფხიზლოთ, რაც შეიძლება სწრაფად და ჩავაყენოთ ამ ქვეყნის სამსახურში ჩვენთან ერთად. იმიტომ რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. იმდენი ხანია ცუდ მდგომარეობაში არიან, რომ ეხლა ასეთი გმირული გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია. ამიტომ მათ ძალიან მნიშვნელოვანი ვალი აქვს. მაგაზია დამოკიდებული რა, იმიტომ რომ აგერ თქვენ ახლა ხერხართ ადამიანები, რომლებმაც გაწირეს ყველაფერი რაც შეეძლოთ და დადეს ყველაფერი რაც შეეძლოთ, ხო? საკუთარ პროფესიაზე უარის თქმაზე რთული არაფერი არ არის. ნამდვილად. და რა გააკეთა ამ ხალხმა და ეხლა იცი მართლა ისე არ უნდა აღმოჩნდეს რომ მარტო ხელოვანები არიან პასუხისმგებლები ამ ქვეყანაში. ხო და ამ ქვეყანაზე სტუდენტები რამდენი ხანია პროტესტში არიან. ძინავთ, მე ისე თქვა მინდა რომ იმიტომ კი არ ვამბობ რომ მათ უკარგავ, ვინმეს უკარგავ, უბრალოდ რომ ჩანდეს ის რომ მარტო არტისტები არ არიან. მთავარი აქ სტუდენტები არიან, რომლებიც დიდი ხანია პროტესტში არიან და ფიზიკურად ბრძოლობენ უნივერსიტეტში იქნება თუ არ ვიცი, ყველა ადგილას და რეგიონები რაც თავარია. ხულოში გაიფიცნენ, რა თქმა უნდა, მათ პირადი პრობლემა ჰქონდათ, მაგრამ გუშინ ხულოში კალექტნები გაიფიცნენ, იმიტომ რომ მათ რაღაც შეზღუდვები დაუწესა, ასე ვთქვათ, აჭარის მთავრობა, მაგრამ დეტალებში არ შევა, იმიტომ რომ ესე რომ არ ავწდე რეალობას. მაგრამ გაიფიცნენ ხულოში ქალები, დადეს თავისი პროფესია და გამოვიდნენ გარეთ. ანუ არის ეს მუხტი ადამიანები. მხოლოდ დღეს არის 22 სხვადასხვა პროფესიის მასობრივი. აი მაგალითად ჩემი შვილი სწავლობს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნუ არ დავკონკრეტები რომელში და მაგალითად ბავშვები რომლებმაც გადაწყვიტეს რომ გაფიცულიყვნენ კურსზე დატოვეს რამოდენიმე რომლებიც იყვნენ აქტიურად შემჩნეული გაფიცოებზე. შესაბამისად ძალიან ებრძვიან
ამ ტიპის ქმედებებს და იმ ბავშვებს უზღუდავენ იმ თავის პირად რაღაც გადაწყვეტილებებს და პირდაპირ ებრძვიან ანუ კურსზე დატოვებით და ასე შემდეგ. მართლა ხანდახან რომ ისმენ ხოლმე ეს რაღაცებს არ მჯერა ხო იცი ამას გეუბნებით პირველია პირი რომელსაც უშუალოდ პირდაპირ ვიცი რომ ეს არის სინამდვილე. შესაბამისად მეც ვიტყვი ყველამ ძალიან ამომწურავად დააფიქსირა თავის პოზიცია. მეც ესე ყველაფერი და შენ შულთან ერთად ყოველდღე იქ ხარ ხო მართალი სადაც უნდა იყო. კი, ვდგავარ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ თუნდაც ეს ჩვენი რაღაც გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს ყველანაირ, ასე ვთქვათ, ელემენტარულ პირობებზე, ანუ დავდივართ ელემენტარულზე, რომელიც ამ ჩვენი პროფესიიდან უნდა გქონდეს მოგვარებული. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის, ანუ ჩვენ ახლა აქ რაღაცა განსაკუთრებულ გმირობას და იმაზე არ ვდებთ თავს, რა თქმა უნდა, უბრალოდ ეს უნდა იყოს მაგალითი ადამიანებისთვის, რომლებიც რაღაცნაირად უნდა შეძლოს ყველამ, რომ აღყვეს და ეს რაღაცა თუნდაც რამოდენიმე დღე გააკეთონ თავის არჩევანი, გადაწყვეტილება მიიღონ და აჩვენონ ამ საოცარ რაღაც უბედურ რეჟიმს, რომ რაღაცა ერთეული ადამიანები არ არიან მხოლოდ ამის, ასე ვთქვათ, გამკეთებელი და ანუ ყველამ ეს რო იქნება ჯაჭვური, ნამდვილად ჯერა, ისედაც ჯერა რომ ყველაფერი შეიძლება და ნამდვილად უფრო დაჩქარდება ეს ყველაფერი, რა ვიცი. მე ხარ ჩვენ უნდა გავიაზროთ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა, რისთვის ვიბრძვით რა. ხო? ვიბრძვით იმისთვის, რისთვისაც იბრძოდა ჩვენი სახელოვანი წინაპრები. ხო, ეხლა ილია ჭავჭავაძე რო იყოს ეხლა ცოცხალი, ისიც იქნებოდა ამ ავანგარდში, ხო? და დიმიტრი ყიფიანი და ნიკო ნიკოლაძე და ასე შემდეგ. ხო, ასე რა, ივანე ჯავახიშვილი და ეს. ანუ ეს ხალხი რეალურად შეეწირა აი ამ ყველაფერთან ბრძოლას. და ხათაშორის ერთი გადაცემა მქონდა ჩვენებული ევროპა და მაშინ ყვარელში ილიას სახლ-მუზეუმში დავპატიჟე მაშინდელი ევროკავშირის ელჩი. ხო და შევედით იმ ოთახს, სადაც ილიის კოშკია ესეთი იქ, სადაც ილია თავიდან ბავშვი დაიბადა და ცხოვრობდა. და შევედით იმ ოთახში, ევროკავშირის ელჩი შევიყვანეთ იმ ოთახში, იმ მქონე ინტერვიუ, სადაც ილია დაიბადა. და მაშინ ფიქრობდი, რომ რას წარმოიდგენა ილია ჭავჭავაძე, რომ აი მის ოთახში სადაც ის დაიბადა, ევროკავშირის ელჩი იქნებოდა. ოდესმე შევიდოდა იქ ევროკავშირის ელჩი. ხო და აი ხა ჩვენ იცი რა, ჩვენ რო გვახსოვდეს ერთი რაღაცა, რომ გვაქვს პასუხისგებლობა რა. გვაქვს პასუხისგებლობა ჩვენი წინაპრების წინაშე. ძალიან დიდი პასუხისგებლობა გვაქვს. გვაქვს პასუხისგებლობა აი უახლოეს წარსულის წინაშეც, მას შორის გიორგი აწუხელიძესთან, ხო? მომავლის წინაშე. და რა თქმა უნდა გვაქვს პასუხისგებლობა მომავლის წინაშე. იმიტომ რომ ჩვენ აი ხა პირდაპირ თქვენს რომ 2025 წელი არის ის დრო, როდესაც შეიძლება რომ 2028 წლამდე დაახლოებით, ხო, ესეთ საუბრობთ, აი ამ პერიოდში შეიძლება რომ ჩვენ რაღაცნაირად თუ ვიყოთ ჩაღებთ ევროკავშირის წევრები გავხდეთ. ხო? და მე ეს ფანჯარა შეიძლება სამუდამოდ დაიხუროს. და ადამიანი რომელიც ვერაცნობიერებს იმას, რომ აი დაბრმავებულია. მაგალითად ერთი ადამიანი რომელიც ჩემს მეგობრებშია და ამ ხელისუფლებას გაექცა ოჯახით გაჭირვების გამო და ცხოვრობენ ევროპაში. დღეს იქიდან ყვირიან, რომ ისა რა ქვია, დაარბიეთ ეგენი მანდრატომ არიან რაღაცა. და ეგ რა ფენომენია. არა, ხო, ვიღაცა მეუბნებია მე რომ. კაცო, რატო არაფერს უწერო, ეს ხო შენი ახლობელია? მე უთხარ, რა უნდა დაუწერო? კაცი ევროპაში ცხოვრობს. მაგას რა უნდა დაუწერო ახლა? მე რა უნდა უთხრა აქედან, ჰა? გაუჭირდა და წავიდა. ხო, და მე აქედან რა უნდა უთხრა? ну ესე იგი რაღაცა სხვა პრობლემებთან აქვს ხალხოს აქ. იმიტომ რომ მე ვერ წარმოვიდგენია შენი შვილების და შენი ოჯახის წევრების კოლელი გიყვარდეს. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა დაგემართოს ადამიანს. მე უბრალოდ არ ვიცი რა, ნამდვილად არ ვიცი. ამიტომ ნახეთ რა ჩვენ ახლა ერთი გამოსავალი გვაქვს რა. ან მივდივართ დასავლეთისკენ, სადაც არის მეტი განათლება, მეტი შენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კარგი ჯანდაცვა, კარგი პენსიები, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები. ან მიდიხარ შენი შვილების და შენი ოჯახის კვლელებისკენ, კაცო. ეს არის, აი მარტივად უნდა ავხსნათ ეს ამბავი რა. და არა ის რომ იქ გამოდიეთ გადაერთეთ თუ არის ესე. არა, იმედზე რომ გადართავ ისეთ მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობ, პირველები ვართ ეკონომიკურად და ყველა. იქ ხალხი ვინც არიან, ხო ეხლა ჩაკვლო იმღერეთ და მრავალჟამიერი იმ დღეს და მე ხალხს გაუხარდა, იმიტომ რომ რაღაც ის ვიდეოები და ეს რომ აქ აი მარტო ისეთი კი არა, გასავ სხვა ორიენტაციის ხალხი კი არა დგას, ხო ესე მომბერო იქ მარტო სხვა ორიენტაციის ხალხი დგას. აიო ნაღდი კარტელებიც არიან, ანუ რეებს ვამტკიცებთ საერთოდ, ხო? თითქოს ეს განსხვავებული ორიენტაციის ხალხი მათ რიგებში არის.
კიდევ. მადლობა. რა შეიძლება? ან რატო აყენებენ ამ ხალხშეურაცხყოფას საერთოდ? ანუ თუ სხვა ორიენტაცია გაქვს, არ გაქვს ამ ქვეყნის მომავლის უკეთესი მომავალი მოითხოვა ამ ქვეყნისთვის? ან განსხვავებული აზრი თუ გაქვს, რატო არ უნდა იყოს? ხო, ნუ არ უღერიათ ჯერტო საერთოდ ეს მოდვა როდის უნდა დამთავრდეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის მასშტაბურია, მით რომ დამაჯერებელია და მაგას აწვევია. გასაგებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილები 16-ის უნივერსიტეტში ვინც სწავლობს, ახალგაზრდები ვინც არიან, მათ ზუსტად იციან რა უნდათ. და დღეს ჩვენი ბრძოლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავიჯერეთ ჩვენი თავისაც, ჩვენ გავამართლეთ ჩვენი მშობლების იმედები, იმიტომ რომ ჩვენ რო ეგეთები ვართ, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიხდით, მათთან ერთად მოვდივართ, ხო? და ის რომ ჩვენი შვილებს ჯერავთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ მათი მომავალი არ წავართვათ. ოღონდ არ წავართვათ ისეთი მომავალი, რომ მათ შეეძლოს. ყველაზე მთავარი რაც მოხდა ჩემთვის, რომ ის თავისუფლება, რაც დღეს რუსთაველზეა და არა მარტო და სხვა რეგიონებში, სოფლებში, სახლებში, რაც არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თავისუფლება, რაც არის, თავისუფლებას თავის პასუხისგებლობა ახლავს. და ეს პასუხისგებლობა პირველი რაც თქვეს ჩვენმა ახალგაზრდებმა, ის რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისგებლობას. არასდროს არ ყოფილა ის რაღაცა ძალიან წინა თაობები ამბობდნენ, რომ ჩვენი შვილების იმედი გვაქვს. და ეს ცოტა რაღაც მომენტში გამაღიზიანებელი იყო, იმიტომ რომ შენი თავის იმედი უნდა გქონდეს. ახლა თუ შენ პასუხისგებლობას ვერ იღებ, მე რატო უნდა მომთხოვო, ხო? ავიღო შენი ცხოვრების პასუხისგებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ან მთელი თაობათა პროცესია. მთელი ქვეყნის და ისეთი ლამაზია, ისეთი აი როგორც როცა გახარ რუსთაველზე, მოიწყენ, უცებ ვიღაცა უცხომოვა და გეხუტება. იმღერებ, გაიღიმებ შენთან ერთად ცინის. აბსოლუტურად უცნობი ადამიანები, მართლა ვიძახი და ყველას მოწონს იქ თქომა. იმიტომ რომ ერთმანეთი დავინახეთ ისეთები, რომელსაც არ ვიცნობდით და ამის განადგურება ნიშნავს, რომ მართლა მკვლელი. არა, ამის განადგურება შეუძლებელია. მიიღო და არა, შეუძლებელი არ არის, თუ თქვენ ნახეთ, მოისმინეთ კორეელი გოგოს ის ვიდეო, რომელიც საუბრობდა, არ აგრესორი არ აქვს ფსკერი. არ აქვს ფსკერი, ხალხო, ნუ დაიჯერებს რუსეთს არ აქვს ფსკერი. ორი რუსეთი არასდროს არ არსებობდა. ეს ძალიან ცუდი ომია. ჩვენ არ ილუზიაში არ ვიყოთ ის რომ ჩვენ აგერ ვართ და გამოდივართ. 100 წელი რომ გამოვიდეთ და 100 წელი იბრძოლებენ რომ არ წავიდნენ. უბრალოდ აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ მართლაც მთელი საქართველო უნდა მიხვდეს ამ საშიშროების წინაშე ვდგავართ. მაგრამ უნდა დავეხმაროთ ჩვენ იმ ადამიანებს, რომლებსაც შიათ აღარ აინტერესებს მით მომავალი მას არ აქვს. იმიტომ რომ დღევანდელ დღეზე ბრძოლობს. ამაში უნდა დავეხმაროთ, რომ უთხრათ, რომ საერთოდ რო არსებობდეს მომავალი, ჩვენ უნდა გავიფიცოთ. და ის კარგია და აქვე მინდა რომ ისევ შენთან გავაგრძელო საუბარი იმ ვიდეოსთან. ჩემთან დღეს არ ღირს საუბრის. არა, კარგი ღირს. მიშამ თქვა წეგან რომ ყველამ თავის პროფესიით ხელოვანმა უნდა თავისი პროტესტი გამოხატოს და ერთ-ერთი პროტესტის გამოხატულება იყო მიშა ვალაპარაკოთ? იყო მიშა. მიშა. მე მგონი ტელევიზიის გარდა ყველა უნდა გაიფიცოს, ხო? მარტო ტელევიზიაზე დარჩნენ. საავადმყოფო გაიფიცოს ყველა. აბსოლუტურად. იმ კლიპზე ვილაპარაკოთ ახლა, რომელსაც ცოტა ხანში ჩვენი მაყურებელი ნახავს. არაფერი, ესეც არის ჩემი და ნინოს რაღაცა ტკივილი, რომელიც დაგროვდა და აი ესე უცბად მას ვქენით, რა ქვია. ამ ფორმით გამოხატეთ. ხო, მაგაზეც ვიფიქრე, რამდენად სწორია ახლა ეს ფორმა. კიდე სიმღერა, კიდე ეს მე მივხვდი რომ ხო, ნუ ხა მე სხვანაირად არ შემიძლია ხა. კი. არა, აუცილებელია. გონია რომ რაღაცა ეს პროტესტიც არის, მაგრამ პროტესტზე უფრო მეტად ალბათ შინაგანად ჩვენი ამოცანა იყო მხარდაჭერა ამ აქციის, ამ გადასარევი ფორუმის, რომელიც ყოველ დღე, ყოველ საღამოს იმართება რუსთაველზე. ეხაც ვიტყვი გუშინაც თქვი, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ადამიანებმა გადაანალიზონ ერთმანეთის არსებობა. ხო, და ბოლო პერიოდში ჩვენი მთავარი მეგობარი არის გაჯეტი. ხო. და კი, თან გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა შემოიფარგლება ხშირად ამ ვირტუალური კავშირით. უცბად იქ აღმოაჩინეთ, რომ გადავიდა ფიზიკურზე ყველაფერი და რამდენად მაგარია და სასიამოვნოა. კი. ფიზიკურად ვიგრძნოთ ერთმანეთი და ეს ნიშნავს, რომ კიდე რაღაც ახალი პროცესი დაიწყო.
და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელი შეშლა ამისთვის და ძალიან მაგარია რომ ეს თვითყოფადი პროცესია და ადამიანები თვითონ რაღაცნაირად რაღაცა უხილავი ძალებით მართავენ ამას. და აი ეს იყო რომ მე და ნინო ხო პერიოდულად მე და ოდიკო სულ ხვდებით ერთმანეთს იქა და როგორც ჩანს ეს გმუხტავს და თან პროტესტში ხარ და თან შექვეცნობიერად მაინც რაღაცაზე ფიქრობ სულ. და აი გამოკლედ გამოვიდა ის რაც გამოვიდა და რასაც ვნახავთ ახლა ნინოსთვის გამოვიდა პირველ რიგში, იმიტომ რომ ეგეთი გულწრფელი ადამიანი მე მართლა არ მინახე. მადლობა მიშა და მოდი ნახოთ და დავბრუნდეთ შემდეგ ისე სტუმრებთან. თუ დავცინოთ. ნახოთ თუ შეიძლება. Ačrdīlēs tam tvaras, radom ogdisis, vingatkinās, imidom romhviri, čemi kvētnis sahe. Სულს ვერ ითქვამს ღმერთი, წყალს აპურებს მედდა, ნუ თუ ღმერთის სახელს, ნალეძილის სახე, და დავიწყებს ანდა, სახელს გადაარქმევს. ეს ბოლო კადრი იმედის დრონით იყო, ხო გადაგადიოდი, ხო როგორც? ძალიან უამაზია. ძალიან ემოციური არის და კარგია. ოპერატორს გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა. ამ კლიპში, რომელიც გააკეთა ნოდო ჭავაშვილმა, გამოყენებულია ესე იგი თავარის თქვენი ფორმულას და რადიო თავისუფლების მასალა. და ყველა ოპერატორს, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად
მუშაობდა, მინდა დიდი მადლობა გადავხადო. ლექსო ლაშქარავა ცოცხალი ყოფილიყო, ზუსტად ვიცი რომ კიდე აუცილებლად რა თქმა უნდა. ბევრად მაგარი კადრები იქნებოდა და თინა კახიძეს ლექსოს დედას მინდა უთხრა, რომლის ხელშიც ვარ გაზრდილი რომ იამაყოს, იმიტომ რომ ლექსო აი ამ ადამიანებში ცხოვრობს ახლა. ყველაში, სათითაოდ ჟურნალისტებშიც და ოპერატორებშიც. ნამდვილად და ძალიან დიდი მადლობა ამ ემოციური ვიდეო რგოლისთვის ასე ვთქვი. მე პირადად მართლა ვერ ვცნობ რომ რაღაცა ჩემი ნაწილია, იმიტომ რომ მადლობას ვიხდი ყველგან ვინც ნახა, იმიტომ რომ ჩვენ გავხდით ამ თავარი ისტორიის ნაწილი, მაგრამ სინამდვილეში რაც ხდება აქ საოცარი ადამიანების ისტორიაზეა საუბარი და საოცარი ადამიანების ისტორიაზეა საუბარი მათ თავგანწირვაზე. მართლა მიუხედავად იმისა, რომ 24 დღეს ვერც კი წარმოიდგენდი, რომ 24 დღის უკანესეთი საშინელება ხდებოდა. რაღაცა ომში, რაღაცა არ ვიცი. რა წინააღმდეგობას მართლა ომზე უარესია. ისინი ზაცარიან რომ დღესაც გააკეთებდა პრობლემა არ არის. ეგრევე აქციაზე მეტი. ხელოვანს რომელსაც არ გტკივა და არ გაწუხებს. ვერ ქმნი რა ღირებულს ვერაფერს რა. მაშინ ხარ რა უნდა შექმნა? პლაგიატი ხარ რა უბრალოდ რა. შენსაც ვერაფერს ვერ ქმნი რა. რა თქმა უნდა. ხო და ეხა ამ ადამიანების დღევანდელი ნაშრომიც ამისი გამოძახილია რომ გტკივა შენი ქვეყანა და გაწუხებს შენი მომავალი. ამიტომ გამოგდის ღირებული გამოგდის ეს ყველაფერი და ამიტომ არ არის ეს რაღაც პლაგიატი და რაღაცასთან მიმსგავსებული და ასე შემდეგ. ხელოვნება ხო რა არის? ხელოვნება არის ის, როდესაც შენ ამბობ შენ სიტყვას და როდესაც შენი გაკეთებული, შენი შექმნილი, შენი დახატული თუ ასე შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში სარიელია და ეს სარიელი და შენთან ასოცირდება, ხო? როდესაც ნამუშევარ შეხედა და მიხვდები ვინ არის ავტორი, ან მაგალითად სიმღერას მოусმენ და ვინ დაწერა ამას, მიხვდები მაგალითად, ხო? სწორედ ეს არის ხელოვნება. თორე ასე ხა პლაგიატი ბევრია, ხო, რომ ერთმანეთს გავს ყველაფერი და წახვალ და ვიღაცის სიმღერას იმღერებ, ისე როგორც იმან იმღერა მაგალითად, მაგრამ ეს არ არის ხელოვნება. ხო? კი, ეგრეა ნამდვილად. შევაჯამოთ, ხო, რაღაც ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და ერთი პატარა რაღაც მინდა, აი ნინომ დაიწყო და კარგად და გავაგრძელო, რომ აი იქ ადამიანები, ვინც დგან, ანუ ამდენი დღის განმავლობაში, ყველაზე მაგარი ხდება ის, რომ ერთი ცალი, ანუ კერპთაყვანისმცემლობა რომ დამთავრდა, ეგ პირველ რიგში ძალიან მაგარია და თან ერთი და ორი ადამიანი არ ქმნის ახლა ისტორიას, ქმნის ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროცესში არის ჩართული ბოლომდე და ესე ძალიან მაგარია, რომ შენი ისტორია არის ყველას ისტორია. ყველა რეგიონი დღეს აჭარლებთან ერთად ვიქნებით. ყველა რეგიონი გურულები, სიყვარულები, მეგრელები, კახელები. აუ რა უნდა თქვა, ძალიან მაინტერესებს, რა უნდა დაწერო. მეგრელების როდის მეგრელების დღეს არის სხვათაშორის. ხო, და ყველას უნდა თქვა, ყველას აქვს სათქმელი. აქ იცი რა, აუცილებელია იმის ხაზგასმა, რომ ამდენი ხანი, როდესაც სიჩუმე იყო და ეგონა რომ რაღაცა აი ეს 12 წლიანი ხელისუფლების მმართველობის დროს რომ ადამიანებს არ აქვს სათქმელი, არა, ეს ძალიან ღირსეული მომენტია, იმიტომ რომ ისევე როგორც მე, ისევე როგორც სხვას, თავისი პრობლემები არ გამოაქვს აშკაროზე, იმიტომ რომ ხალხო ბავშვების 37% საერთოდ სკოლაში საჭმელი არ უჭამია. 627,000 თუ არ ვიცი, რაღაც 600,000-ზე მეტი მოხუცებული სასადილოს რიგში დგას, უმწეოა. ანუ ხო, მართლა ვიცახი რომ ისეთი სტატისტიკაა ქვეყანაში, ციფრები, რეალობა, ჩვენც ხო ხედავთ, რამდენი ადამიანი დგავს სანაგვესთან. ანუ ამიტომ არ საუბრობდა ის ადამიანები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიან და თავის სათქმელს, თავის პროტესტს გამოხატავენ, იმიტომ რომ ჩვენ ვეღარ ვწუდებით იმას, რაც შიგნით პრობლემებია. ჩვენ ნათესავებს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენ შვილებს ვერ ვწუდებით იმ გამოწვევებს, რაც არის. და ზუსტად ჩვენი ერთად დგომა იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიყოთ კონცერტები ვიმღეროთ, საერთოდ არ მინდა. იმ დროს ვიმღერებ, როცა გვემღერება, მაგრამ შეუძლებელია უყურო მოხუცებულს ტირილს აფთიაქში, როდესაც წამლის ფული არ აქვს. შეუძლებელია იფიქრო იმაზე, რომ ბავშვი გაყვითლებულია იმ უჭმელობის გამო. ანუ შეუძლებელია და ეს ადამიანები გამოდიან ამ ადამიანების
მომავლის, ამ ჩვენი მომავლის ამ დასუსტებული, დაჭაგრული ადამიანების კეთილდღეობისთვის, იმიტომ რომ ჩვენ უფლება გქონდეს ბედნიერების. გავნვითარდეთ და გაწავიდეთ წინ. ამიტომ უპირობოა ის რომ უნდა შეიცვალოს ის რაც დღეს ხდება და ვინც ამართლებს ამ ყველაფერს, ხო? ის არის მონაწილე იმ ადამიანების შიმშილში, იმ ბავშვების შიმშილში, არ ვიცი და ის ადამიანები თავგანწირულით, აგერ 500 ადამიანი დალეწილი როა და არ ვიცი რა საშიშროების იმის გამო გაუძლო და წინ დადგა რომ ეს რეალური ისტორიები არ შეიძლება რომ არ ტკიოდეს და არ განაღურვდეს ამ პატარა ქვეყანაში. მაშინ სული არ გაქვს. ახლა იმ კადრებს როცა ნახავ იქ რაც ხდებოდა, აი თავის რო უტყავთ. აი ის მაშინ თუ რანაირად ხარ ადამიანი ვერ ხვდები. და მე მინდა მხარდაჭერა აქედან ნიკუშა კაცია, პატიმარია და აუცილებლად გვიყურებს ტელევიზორი აქვს და მოვიკითხოთ აქედან, რომელიც აბსოლუტურად თულად უბრალოდ ნიკა და სასამართლოზე ვიყავი და აი მართლა მეგონა რაღაც მომენტში რომ მოსამართლე შეეცოდა, იმიტომ რომ ისეთი სპეჩი ქონდა ამ ბიჭს, ისეთები მოყვა, აი ისე შემეცოდა, ისეთი მდგომარეობა იყო და მოსამართლე მეთქი აი რაღაცნაირად ალბათ შეეცოდება თქო რა დაუშვი რა რა თქმა უნდა არა აი ისეთი რაღაცები მოუგონეს ამ ადამიანს რომ იკუშ გვიყვარხარ და ძალიან მალე იქნები გარე. ის ყველა პატიმარი გარეთ იყოს და მათ შორის ნიკუშასა ყველა ჩვენი აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ხვალ 6 საათზე ერეკლეს მოედნიდან არის კახელების დინჯათ მაგრამ მტკიცეთ ევროპისკენ. ხო და იცი რა ის სწორედ ეხა მერმა თქვა რომ რატო ცაცაკე მაგრამ აი ჩვენი ქვეყანა მაგიტომ არის ღირებული რა. აი მაგალითად სიმღერა რო ავიღოთ კახელების და ბუნულების სიმღერა ერთმანეთსგან ისე განსხვავდება, ხო? თითქოს ეს იყო სხვადასხვა ქვეყნის მაგრეობა, ხო? მაგრამ ამ ქვეყნის ღირებულება სწორედ ამ მრავალფეროვნებაშია. შესაბამისად, ეს ძალიან კარგია და 6 საათზე ხვალ კახელებს ვინ შემოგვიერთდა. კახელების გარდა სხვები შეიძლება. მეუღლე კახელებს შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასო სტუმრება. ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ საინფორმაციო გველოდება. მესმის უბრალოდ, აი მინდა თქვა რომ ჩემი 6 წლის შვილმა აქცია როცა ნახა, ეხლა პირველად დაარქვა ორი სიტყვით, რომ ეს არის ფერადი ოკეანეო და აი არის ამაზე კარგად რომ შეიძლება რომ დაარქვა სახელი და აი ეს ფერადი ოკეანე გადაგვარჩენ ზუსტად დარწმუნებული ვარ და ძალა მართლაც ერთობაშია. ძალიან დიდი მადლობა. მაგ ფერადი ოკეანის ძალა ჩაყვაპალში იმას. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო ადამიანებო და თქვენი სახელი და სახით იმ ოკეანეს მადლობა. უძვირფასეს ოკეანეს. ძალიან მალე დაგიბრუნდებით. მალე რა? პირველების შემდეგ. დროებით. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და დაგიბრუნდით ძალიან კიდე Candy Crush თამაშობ. მართლა კიდე Candy Crush თამაშობ და ტელეფონი. მარიამ გაფრინდაშვილს ეხება ის ჩვენი იუმორი და ალბათ ჩვენ გვიყვარხარ ძალიან. ძალიან გვიყვარხარ ნამდვილად. საინტერესო ამბავი ქონდა მე მახსოვს, ხო? კი, ძალიან საინტერესო ამბავი მქონდა. რომელ ამბავზე მეკითხები გააჩნია? რომელ ამბავზე გეკითხები და Coca-Cola Bottlers Georgia's. ბატონო. Coca-Cola Bottlers Georgia's პორტფელში რეგისტრირებული ბრენდი წყალი მთის ახალ ეტაპზე გადავიდა, გაიხსნა დამოუკიდებელი ქარხანა, სადაც წყალი ინოვაციური და განახლებული დანადგარების მეშვეობით იწარმოება, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია მე მგონი, ხო? მთის წყალი წარმოადგენს ერთ-ერთ სერიოზულ საექსპორტო პროდუქტს და საერთაშორისო ბაზარზე სწორედ Coca-Cola-ს სადისტრიბუციო არხებით გავა. ხო, ეგ ის არის ხელწამოსაკრავი ინფორმაცია არ არის, იმიტომ რომ ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ზოგადად და განახლებულ შეფუთვასთან ერთად. რაც ყველაზე მთავარია ის მავნე ნივთიერება, რომელიც დასაშვები არის წყალში რაღაცა დოზით, თუმცა მთის წყალში არის 0% ბრომატი. და რასაც ეგრეთ თვისებებით ხასიათდება წყალი მთის, რითია გამორჩეული მისი საწარმო და თვითონ წყალი, ვნახავთ ჩვენ სიუჟეტში, რომელიც ანა ზაქაშვილმა მოგვიმზადა. ნახოთ. ახალი ქარხნის კონცეფცია იყო
ის რომ ახალი ტექნოლოგიები და ტექნიკა შემოგვეტანა ისეთ თვი, რაც უზრუნველყოფდა საერთაშორისო მოთხოვნების სტანდარტის დაკმაყოფილებას. ქარხნის ერთ-ერთი პლუსი არის ისიც, რომ ის მდებარეობს მუხრანის ველზე, რომელიც არის ძალიან დიდარი ამ წყლის მოპოვებით, შესაბამისად თავიდანვე ამ კვლევებიდან გამომდინარე შერჩეული იქნა სწორედ ის ადგილი, სადაც დღეს კოკოლის ქარხანა და ასევე წყლისთვის ქარხანა არის აშენებული. ნატურალური მინერალური წყალი მთის ნატურალურად შეიცავს იმ ბუნებრივ მინერალებს, როგორიც არის მაგალითად კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რომელიც აუცილებელი არის ჯანმრთელობისთვის, რადგან ყოველდღიურობაში ორგანიზმიდან ხდება ამ მინერალების დანაკარგი და როდესაც მიიღებ წყალს, რომელიც ბუნებრივად შეიცავს ამ მინერალებს, ხდება ორგანიზმის შევსება ნატურალური მინერალური წყლის გამოყენებით. ეს არის ჩვენი ჭაბურღილი, სადაც 160 მეტრის სიღრმიდან ამოგვაქვს ნატურალური მინერალური წყალი. ეს სიღრმე არის ის კონკრეტული წერტილი, სადაც უკვე წყალი მიკრობიოლოგიურად და ქიმიურად არის მდგრადი. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან არანაირი ჩარევა არ ხდება. მთავარი გამოწვევა არის, რომ ზუსტად ის წყალი მოვიტანოთ მომხმარებლამდე იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ ვიღებთ, რომ გზაში არ მოხდეს რაიმე დაბინძურება ან კონტამინაცია. უპირატესობა მთის წყლის არის ის, რომ აქ დაცული გვაქვს ზუსტად ის სტანდარტები, რაც ნატურალური მინერალური წყლის ტექნიკურ რეგლამენტში, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში და მთელ მსოფლიოში არის მოთხოვნადი. ჩვენ საწარმოში უმაღლესი ტექნოლოგიების დამსახურებით შეგვიძლია ვაწარმოოთ წყალი, რომელიც ბუნებრივად შეიცავს მინერალებს და არ შეიცავს ბრომატს. რაც ნიშნავს იმას, რომ ჭაბურღილიდან მიღებული წყალი გადის ბუნებრივ ფილტრაციას, რა დროსაც ხდება მინერალების მაქსიმალურად შენარჩუნება, არ ხდება არანაირი ქიმიკატების დამატება, მაგალითად როგორც არის ოზონირება, რაც გვაძლევს შემდგომში იმ შედეგს, რომ წყალი არ შეიცავს ბრომატს და არის კიდევ უფრო ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ჩვენი ხარისხის კონტროლის განყოფილებაში ხდება უწყვეტად ხარისხის კონტროლი ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე, რომელიც მოთხოვნილი არის კოკაკოლის სტანდარტით და მოწმდება უმკაცრესი სტანდარტებით, რომელიც გვაძლევს იმის უზრუნველყოფას, რომ წყალი, რომელიც მიდის თითოეულ მომხმარებლამდე, არის მაღალი ტექნოლოგიებით წარმოებული, არის უსაფრთხო და სასარგებლო ჯანმრთელობისთვის. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ბრენდი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბრენდი უკვე რეგისტრირებულია კოკაკოლის პორტფელში, რაც საერთაშორისო ბაზრისთვის უკვე ხელმისაწვდომია, როგორც არა ქართული წყალი, ასე არამედ შეიძლება მოითხოვონ ამ ბრენდის მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოება. შესაბამისად, ეს პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში, რომ ქართული ბრენდი არის მსოფლიო პორტფელში დარეგისტრირებული. არა, წყალი ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ რომ რა და წყალი ძალიან ხო, და მთის წყალი ძალიან კარგად ვიცი მართლა, იმიტომ რომ სვავდა მომწონს შეფუთვიან, გემოიან ყველაფრიანა, მაგრამ საწარმო რა ლამაზია. ძალიან და ამიტომ ანა ზაქაშვილს ძალიან დიდი მადლობა, ესეთი საინტერესო სიუჟეტი. ხო, და კოკაკოლა ბოთელ ჯორჯიას მადლობა. საკვირველია. ხო, და კიდევ ერთი ანა უნდა ჩაგვერთოს შემონიკა. ხო, უნდა ჩაგვერთოს საოცრად ცოტა ხანში კი არა და ეხლა ჩაგვერთება ანა დათიაშვილი, უკვე ხაზია და დღეს ვიცით რომ 22 მარშია დაგეგმილი და
სხვადასხვა პროფესიების ადამიანების გარდა საქართველოს რეგიონები იკრიბებიან და ძალიან მომწონს რაღაცა, ხო? კი, მეც ძალიან გურულების მარში იყო ძალიან სახალისო უნდა აღნიშნო მართლა გამორჩეული იყო თავისი იუმორით და ფრაზებით და დღესაც ბევრი მარში იქნება და ერთ-ერთი ასევე გამორჩეული იუმორის მქონე ქუთაისის მარში იგეგმება. ანა, გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით და მოგვიყევი. რა ხდება? რას ველოდებით? რას ველოდებით იცი ვიცით? იცით რა? კი, ველოდებით მარშს, ქუთაისელების მარშს. ალბათ აქაც იქნება იუმორი, მაგრამ ძირითადად მაინც გაბრაზებული ქუთაისელები შევიკრიბებით. მინდა გითხრათ, რომ ქუთაისიდან უკვე წამოვიდა გარკვეული რაოდენობა ადამიანების, ახალგაზრდების, რომელიც ამ მარშში ვრცდებიან და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ იმას, რომ ქუთაისი არის ყველაზე ძველი ქალაქი, ევროპული ქალაქი და ის იბრძოლებს ყოველთვის ევროპული მომავლისთვის. და რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნაც იქნება ზუსტად იგივე, რომ ჩვენ გვინდა ხელახალი არჩევნები და ყველა იმ ადამიანის უკანონოდ დაკავებული ადამიანის განთავისუფლება, რომელიც აი ამ დღების განმავლობაში იქნა გატაცებული. კი ბატონო, ხო, თუმცა იუმორიც იქნება, რა თქმა უნდა, იქნება. ხო, მაგის გარეშე არ შეიძლება და იმ იუმორშიც კარგად ჩანს ის გაბრაზება, რომელიც აქვს ხალხს, რა თქმა უნდა და ნამდვილად როდის რომელ საათზე და სად იგეგმება შეკრება, იმიტომ რომ ჩემი ქუთაისელი მეგობრებს ზუსტად ვიცი, რომ კი იციან და ყოველდღე იქ არიან აქციაზე, მაგრამ კი, აუცილებლად გეტყვით, ძალიან სიმბოლურია. რეზო გაბრიაძის თეატრიდან იქნება მსვლელობა პარლამენტამდე და ეს იქნება 3 საათზე. აჰა. გელოდებით. არა ქუთაისელებსაც გელოდებით, რა თქმა უნდა. ხო, ვისაც გიყვარს ქუთაისი ხო შეიძლება. ქალაქი. რა თქმა უნდა, პირიქით. თუმცა ეს შეკრებები, ეს მარშები და ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე ამ ადამიანების შეკრება მარტო ქუთაისის, ბათუმის თუ გორის არა აქვს მნიშვნელობა. საქართველოს სიყვარული არის და ეს არის ის დრო და ის ადგილები მთელ საქართველოს გულისხმობს, სადაც ეს სიყვარული რაღაცნაირად აი ამ სიყვარულმა მოფეთქა და რაღაცნაირად სხვა ურთიერთობა გააჩინა კიდევ. ხო მართალია, წინა ბლოკში ჩვენი სტუმრები საუბრობდნენ, რომ სოციალური ქსელებიდან გადავერთეთ რაღაცა ესეთ პირად ურთიერთობებზე და ერთმანეთის ხო გვერდში ვდგევართ და ზოგი მარგებელია. ხო და კიდევ ერთხელ ვიტყვი ანა, რომ ძალიან მეწოდებიან ის ადამიანები, ვისაც ეს არ უგრძნია, ის სიყვარული, რომელიც იქ ხდება. ნამდვილად აქ თუ არ ხარ, მაშინ სად უნდა იყო? მე ვერ ხვდები და მართლაც ძალიან ინანებენ, მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ინანებენ იმ ფაქტს, რომ ამ მნიშვნელოვან დღეებში ეს ადამიანები ჩვენს გვერდით არ დგანან და დღევანდელი მარშით კიდევ ერთი ხაზგასმა მინდა გავაკეთო როგორც ქუთაისელმა, რომ ქუთაის რაღაცნაირად ამ ბოლო დროს დაეკარგა ის რეალური სახე და მართლაც მე გადაჭარბებით მგონი არ ვამბობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქალაქია და რაღაცნაირად მოხდა ამ ქალაქის ცუდად ტრანსფორმირება და დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ გაუსმევთ ხაზს, რომ ეს არის ქუთაისი ინტელექტის, იუმორის, ევროპული ღირებულებების ქალაქი და არა ვიღაც ჩაცუცქრული და ნამდვილად რაღაცა არასწორი და ჭყალებში კაი ბიჭების ქალაქი. ძალიან სწორი ხაზგასმა იყო და დიდი მადლობა ამისთვის. აუცილებლად ესე არის. მართლა ეხლა რომ გადახედო ქუთაისის ისტორიას, ჯერ მარტო პირველ სკოლას შეხედეთ რა სახელები და გვარები აწერია. და სწორედ აი ამ არა, კაცო, არის სატრაბახო ქუთაისი, მე ძალიან მიყვარს ქუთაისი და ტრაბახო ქუთაისი. ამისთვის თალკე გადაცემა. კი, არის. კი, ჩვენ სხვათაშორის ქონდა გადაცემა ქუთაისზე მიძღვნილი და ისეთი საინტერესო იყო ეს ქალაქი, რომ მეტი არ შეიძახდა. კი, მე ნანახი მაქვს ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, რომ სწორედ იმ კუთხით და იმ ფორმით გააშუქეთ და აჩვენეთ საზოგადოებას ეს ქალაქი, როგორიც ნამდვილად არის. და დღეს სწორედ თქვენ კარგად აღნიშნეთ, სწორედ იმ პირველ სკოლელების ფრაზები, ციტატებით ვიქნებით ქუჩაში წარმოდგენილები, რომლებიც ყოველთვის მე-19 საუკუნიდან ეს ადამიანები რას აკეთებდნენ და როგორ უყვარდათ ეს ქალაქი და
რისთვის იბრძოდნენ იმ ქალაქში. აი ამას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, არა მხოლოდ ქუთაისელებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ეს ქვეყანა არ არის ევროპული. და ეს ქალაქი არ არის ევროპული. და როცა გვეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი და ადამიანური პარლამენტი შეიკრიბება, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო ქალაქი ისევ გახდება ქუთაისი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქუთაისის განვითარებისთვის და ამ ქალაქისთვის და ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან კარგად გრძნობენ ამ ყველაფერს ქუთაისში. ძალიან ბევრი წელი ვიბრძოლეთ იმისთვის და ბევრი წელი ვიდექით ქუჩაში და იდგნენ ქუთაისელები აი ამ საპარლამენტო ქალაქის შეჩერების სტატუსის გასაპროტესტებლად, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი არ გამოგვივიდა. მაგრამ ეხლა კი გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ სწორედ მაქვს ამის იმედი და ვხედავ ამას, რომ სწორედ დაუბრუნდება ამ ქალაქს ეს სტატუსით და კიდევ ბევრი რამე დაუბრუნდება ამ ქალაქს და ამ ქალაქში დაბრუნდებიან ის ადამიანები, რომელთაც მართლაც ძალიან უყვართ და ამ ქალაქისთვის ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. კი, არა მარტო ამ ქალაქისთვის, მე მგონი საქართველოს რეგიონებიც პრინციპში ყველა რეგიონი და ყველა დიდი ქალაქი იგივე დღეშია როგორც ქუთაისი და ხო, ჭირდება საქართველოს გამოხედვა თვალებში, კი ჭირდება მოვლა საქართველოს. მაგრამ ჯერ პირველ რიგში ჩვენი მოთხოვნა რაც არის, რომ ჩვენ გვინდა ხელახალი არჩევნები, ამ საკითხს კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ქუთაისის სახელით, იმერეთის სახელით, საქართველოს სახელით. ძალიან დიდი მადლობა, მადლობა და ამ მოთხოვნას გააჟღერებს. სამეგრელოს, რაჭა, რაჭარა, სვანეთი, კახეთი, კახელების იკრიბებია, ხო? ეს მესხეთი, რა, ყველა რეგიონი და რაღაცნაირი გემრიელი ხალხი ხართ, ქართველებო, მართლა გემრიელი ხალხი ხართ, მართალია არ გვეძახიან ისინი ქართველებს და რაღაცებს გვტენიან, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით და ძალიან კარგად ჩანს, როგორ გიყვართ საქართველო და როგორ გიყვართ თქვენი ტრადიციები და მართლა გაისეინეთ რა რუსთაველზე და ნახავს რა ადამიანები არიან შეკრებილები და იმ ადამიანებს რო ხედავ როგორ შეიძლება რომ მათ გვერდით არ იდგე და მათთვის არ დაიხარჯო და არ გაათენო, არ გაიყინო და ასე შემდეგ. ხო. და აქვე ჩემონიკა ისე არ გამოვა რომ არ ვახსენოთ ჩვენი გადაცემის სპონსორები. რადგან ტკბილ ხალხზე ვლაპარაკობდით, ხო? კი ბატონო, აი ზუსტად ტკბილი ქვეყანა უნდა ვახსენოთ ჩვენი გადაცემის სპონსორი და მადლობა გადაუხადოთ მას და ვიცხოვროთ ტკბილად ტკბილ ქვეყანასთან ერთად. ტკბილ ქვეყანასთან ერთად ტკბილ ქვეყანაში. აი ასე, ჩვენ კი სულ რაღაც ხვალამდე გემშვიდობებით და ხვალ იგივე დროს იგივე არხზე. აბა შენ გაგიმორჩა. დროებით.